1500 კაცი გჭირდება, ვინც დაარბევს აქციას. ხარაზიშვილი იწყებს ამ ბავშვების, ასე ვთქვათ, გაზრდას. სკოლაც არ ქონდა დამთავრებული, შტაბნიკებს ეძახდნენ დამაკნინებლად. ხარაზიშვილი აღიარებდა მხოლოდ გომელაურს. შიშის მიუხედავად ერთმა კაცმა როგორ არ თქვა, ბიჭო, რავი, არც ისე კარგი საქმე არ არის რა ეს ემატყება. შენს მიმართ პირადი ზიზღი ქონდა ხარაზიშვილი. სიამაყიტყვებოდნენ, როცა შენ დაგიჭირეს და ფიზიკურად გაგისწორდნენ. იარაღებია მირზას შემისთვის გარკვეულ ადამიანს. ვიღაცის twin-ში მოიხარშა, და ეს ადამიანი უნდა მოხდეს. სოსო ჭელიძე რაციაში უყდიროდა დუპინკა იმდენჯერ, ანუ იმდენჯერ მიტყა რომ გონება უნახავმა რანახა ადამიანები იყვნენ მაგ გოლში. ავი გოგო რომ მოეწონებოდათ მანქანაზე ნომრებს იწერდნენ და მანქანის და მერე ნომრებს ადგენდნენ. საზოგადოებისთვის საშიში ადამიანები არიან. მინისტრს რო არა აქვს განათლება ტოლორი ადამიანების მიმართ არის ზიზღი და აგრესია. ოჯახური კლანები არის, ანუ თვისლები, ბიძები. მისი ძმა იყო ერთ-ერთი მთავარი სამმართველოს უფროს მოადგილე. სანამ მოხდებოდა კინკურის მკვლელობა, შეთანხმება იყო ესეთი, რომ საბედაშოს უნდა გაეტანა ეს საკითხი პარლამენტში. მათი პირადი ინტერესებისთვის იყენებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო. ყველა გასვლილი ყავდა. პავლეაშვილი ხარაზიშვილმა მოიშორა. სიას ხარება იძლეოდა? პრემიების რანჟირებაც ესე იყო. ქეშ თანხასაც აძლევდნენ. ხალხი როგორ გარყვნესო სახელმწიფოს უნდა ემსახუროს ტიპი და ცემატყებაში ფულს აძლევენ. არ იქნება ივანიშვილი დინა, ანუ მუდმივად, ანუ შეიძლება მაგას ჯერა უკუტავებით, მაგრამ ვერ იქნება. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ხაბეს პოდკასტი აბრეშუმის გზა. ძალიან საინტერესო პოდკასტი გვექნება. ირაკლი შაიშმელაშვილი იქნება ჩვენი სტუმარი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს ყოფილი უფროსი, დაგეგმარების ყოფილი უფროსია, ესეც სამმართველოა გედედეს და თქვენ ყველას გახსოვთ ირაკლის გადაწყვეტილება სამსახურიდან წასვლის თაობაზე, რომელიც უკავშირდებოდა დარბევებს, ადამიანების წამებას და ასე შემდეგ. გედედე რო გადაიქცა უკვე კადიროვის დანაყოფად, ხარებას ბესპრეზელში კი ხარებას დანაყოფად, ამ ადამიანმა დაწერა რაღაც დროს განცხადება, წავიდა და ამერიკის შეერთებული შტატებიდან ძალიან ბევრ საინტერესო მოსაზრებას გაგვიზიარებს, მათ შორის ქართულ ოცნებაში, რუსულ პარტიაში მიმდინარე მოვლენებზე, ეხება ეს რიჟვაძესთან დაკავშირებულ მოვლენებს, ხარება გედედედანო 60-მდე, 70-მდე ადამიანი წავიდა, გააგდეს, რაღაცა შავი ფული მიწეს, ასე შემდეგ, ანუ ამ თემებს მიმოვიხილავთ და ჩემი აზრით საინტერესო იქნება მაყურებლისთვისაც. ხაბეს პოდკასტი აბრეშუმის გზა, ძალიან ცოტა გვიკლია რომ 10000 გამომწერი გყავდეს, ამიტომ მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის აი დაკლიკება ხელის რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი და გააქტიუროთ ზარის ღილაკი. მადლობა ყურადღებისთვის, ახლა გადავალ ირაკლისთან. დღევანდელ დღეს უკვე მას შემდეგ რაც შენ კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღე, ანუ რაღაცა კადიროშიკული აბიჯები დაიწყო, ხო, ხელისუფლება უკვე ზედაპირზეა და აგერ თავის თანამდებობის პირებს ლამისკლავენ პირდაპირ მნიშვნელობით და სხვათა შორის ახლა რამდენიმე წუთის წინ კობახიძემ თქვა, რომ აი ეგო ტელევიზიების ბრალიაო რა, რომ TV პირველი და ფორმულაო და კაციო სტრესში ჩავარდა. წარმოგიდგენია მე პოსტები ხან კბილებზე მეღადაებოდა და ხან 1000 სულელეს და მე რომ მეთქვა, რომ ეხლა მე თავს მოვიკლავ და მე რომ აი და პოსტების და იმედის ბრალია. და სხვათა აი მოკლედ წერილზეც გეტყვი, წერილი რომელიც იქ ეწერა, ნუ არავის არ ჯერა იმ წერილს, მაგრამ იქ ეწერა, რომ ჩემი თანამშრომლები არაფერ შუაში არ არიანო და ნეტ ამას TV პირველს და ფორმულას ეუბნებოდა, აი კობახიძის ის რა არის, ხო, პროპაგანდა, რომ ეს ყველაფერი დაატრიალონ და ვიღაცა სხვას დააბრალონ. ამიტომ შენ ასე თუ ისე გესმის, ასე ვთქვათ, ნანახი გაქვს, შეგინდა როგორ ხდება, ასე ვთქვათ, რაღაცა კომუნიკაციები და პირველი შეკითხვა მაქვს შენთან, მათ შორის პროფესიული 60-70-მა კაცმა დატოვა გედედე, რა სიტყვი ამ მოვლენებზე? მოგესალმები ლევან და მივესალმები შენს მსმენელს და მაყურებელს. ვფიქრობ საინტერესო უნდა გამოვიდეს ჩვენი, იმიტომ რომ მე ველოდები შენგან მაქსიმალურად, ასე ვთქვათ, კრიტიკულ კითხვებს და მზად ვარ ყველანაირად თქვენს კითხვებზე, რაც ვიცი იმის ფარგლებში გულწრფელად პასუხი გაგცე და საერთოდ ანუ თავის არიდების და გამართლების და ასე შემდეგ ის არ მექნება. მოდი, საინტერესო დაიწყე შენ და ტელევიზიებზე გაგცენ პასუხს პირველი. კი ბატონო. და ეს ჩემი, ასე ვთქვათ, ფიქრობ, რომ ეს არის ერთგვარად მესიჯი, შეიძლება რას გეგმავდეს გრძელვადიან პერსპექტივაში ხელისუფლება. იმიტომ რომ ხელისუფლების თვითმიზანი, ჩემი აზრით, არის, რომ ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიები საქართველოში არ არსებობდეს. ისმოდეს მხოლოდ სამთავრობო ტელევიზიები, იმიტომ რომ განსხვავებულ აზრს აწვდის ტელევიზიები ოპოზიციური, ხო? და მეორე ახლა რა პლატფორმების თქვენი მხრივ შეიქმნა პოდკასტების კუთხით. და ეს მესიჯი იკითხება. რაც შეეხება თვითონ წერილს, მე გუშინაც ტელევიზიაში ვთქვი, ადამიანურად ძალიან ძიმე ფაქტი არის, მაგრამ
განცდა მიჩნდება, რომ ეს წერილი თუ სხვისი დაწერილია, და არა დაუშვათ რიჟვაძესი. ხო. განცდა მრჩება, რომ ანუ რიჟვაძეს განაჩენი გამოტანილია, იმიტომ რომ წერილში ესე წერია, ანუ რომ მე დავიღუპე, ხდები? ანუ რიჟვაძე არის გარდაცვლილი და წერილი თელი არსი. ხო, ანდერძივით არის დატოვებული. თუ ეს ანდერძივით არის და თუ ეს წერილი რიჟვაძეს დაწერილი არ არის, გაცილებით მძიმე ფაქტთან გვაქვს ჩვენ საქმე, ვიდრე შესაძლოა დღევანდელ სიტუაციაში არსებობდეს, იმიტომ რომ ვიღაცის ტვინში მოიხარშა, რომ ეს ადამიანი უნდა მოკვდეს. ხო. ანუ დაშვებაც კი არ გააკეთეს, რომ შესაძლოა გადარჩეს. ეს ძალიან მძიმე ფაქტია. რაც შეეხება თვითონ პროფესიულად, ანუ სისტემიდან ხარაზიშვილის ხალხს გულისხმობ თქვენ, რომელიც წავიდა და თან გაყვა. ხარაზიშვილის ჰქონდა ესეთი მიდგომა. ზოგადად, როცა ის 2013 წელს იწყება მისი დღევანდელი ხელისუფლების პირობებში თანამდებობაზე მისი დაბრუნება და მისი თანამდებობა იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში შიდა ქართლის სამმართველოს ხელმძღვანელად. და მას ყავდა თავის ირგვლივ შემოკრებილი ყავდა ადამიანთა გარკვეული ჯგუფი. როგორც დაუშვათ ასაკიანები, ისე ყავდა უმრავლესობა, ყავდა ასე ვთქვათ იმ პერიოდში ბავშვები, ანუ 20, 21, 19 წლის, ანუ დღეს ეს ბიჭები, რომლებიც წავიდნენ, მაქსიმუმი ასაკი მაგათი არის 30, 32, 33 წელი, ანუ ძალიან ახალგაზრდა ადამიანები არიან. ხო. და ანუ ხარაზიშვილი იწყებს ამ ბავშვების ასე ვთქვათ გაზრდას, თავისი მსოფლმხედველობით, ანუ გააწვრთნას გაზრდას და მიბმას საკუთარ თავზე. ანუ ეს ადამიანები, ამ ადამიანებს დამოუკიდებლად არც აზროვნება, არც გადაწყვეტილების მიღება, ანუ რასაც იტყოდა შეფი, აი ესე იყო, ანუ შეფი, ხდები? რასაც იტყოდა შეფი, მათთვის იყო, ანუ ხშირ შემთხვევაში ღმერთამდე ყავდათ აყვანილი ეს ადამიანი. სვირინგები რო აქვთ, ხარება ეგ ხალხია, ხო? მე ვიცი რომ სვირინგები აქვთ, ხამოტიფრული აქვთ რაღაცა. სვირინგებს რო იკეთებენ და ხარება არის ეგეთი ხალხიც. არ მინახია, მაგრამ ანუ მე ისიც თქვა მინდა, იცი რომ მე რო ვცადე რომ მათი ფსიქოლოგიიდან, მათი თვალიდან დამენახა, მე ვერ შევძელი, იმიტომ რომ მე სხვანაირად, ანუ სხვა გზა გავიარე, მე სამხედრო აკადემია დავამთავრე, ანუ ოფიცერი ვიყავი, თავდაცვის მსახურობდი და ანუ სხვა დისციპლინით ჩამოყალიბდა ჩემი კარიერული ცხოვრება. ამათი აბსოლუტურად სხვა, ხდები? ანუ ამათთან კიდე უმრავლესობას სკოლაც არ ქონდა დამთავრებული, ანუ 9 კლასის განათლება და ანუ წერა კითხვა და რავი, კალიგრაფია და წერა და ამის პრობლემები არსებობდა. ანუ მე გადადის ხარაზიშვილი, როდესაც უახო გადადის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადადის, ბაზა იყო ნორიოს მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბაზა და ეგრეთ წოდებული ჩატარების ოპერაციის შემდეგ ხარაზიშვილს აბარებენ ანტიტერორისტულ ცენტრს. და ეს თავისი ხალხი და კიდევ უფრო მე იმატებდა, ხო, ბუნებრივია. ხო. როდესაც დაინიშნა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორად, აი პირველივე თვენახევარში დაახლოებით 30-35 ადამიანი გადმოიყვანა ატეცედან. აი მაშინ დადასტურებით შემიძლია გითხრა რომ რაღაცა გარკვეული პრობლემებიც არსებობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. იგან ნიკოლაიშვილთან მქონდა რაღაცა გარკვეული დაპირისპირება, იმიტომ რომ აი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში თუ მე შემიძლია ქუჩიდან მივიყვანო ადამიანი და 6 თვეში რაღაც კონდიციამდე გავზარდო და ვასწავლო. ანტიტერორისტულ ცენტრში ეს მიდგომა არ არის. ანტიტერორისტულ ცენტრში რომ ადამიანი გაზარდო შენ სპეცრაზმელად, რომელსაც შეუძლია სპეციალური ოპერაციების შესრულება, მინიმუმ 2-დან 3 და ზოგ შემთხვევაში 5 წელია საჭირო, ხო? და უამრავი კურსები და უამრავი ფინანსები არის. ფაქტობრივად დაშალა მან აი ეს ამ ხალხის გადმოქაჩვით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში. შემდეგ გააკეთა საშტატო ცვლილებები და ეს საშტატო ცვლილებები იყო 2023 წლის პირველად რუსული კანონი რომ მიიღეს, ასე თქვა. აი ამის შემდეგ. იმიტომ რომ ქრონოლოგიას თუ დააკვირდებით თქვენ მაშინ მთავრობის სხვათა შორის ეს ბატონმა ივანიშვილმაც გააკეთა ეს განცხადება, რომ ჩვენო მაშინ მზად არ ვიყავით ამისთვისო. ხო. დაახლოებით 1500 კაცით გაზარდეს შტატი. ხო. ოღონდ ეს შტატი რომ გაზარდეს, ანუ საინტერესო აქ იყო რომ არაფერ ლოგიკას არ ექვემდებარებოდა, ანუ ძალოვან სისტემაში, აი ვინც ნამუშევარი არის, შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება თუ თავდაცვის სამინისტრო, როდესაც შტატი იქმნება ახალი, იმ შტატს ჭირდება პირველი გათვლა. ანუ ამ შტატს უნდა მე ფუნქცია მოვალეობები მიაბა და გამოხვიდე დებულებიდან. ანუ ჯერ ამათმა შექმნეს შტატი, მე იფიქრეს დებულებაზე, მე იფიქრეს ფუნქცია მოვალეობაზე. მე ამ შტატს ჭირდება ტაბელი გათვლა, ანუ საშტატო შეიარაღების, ავტოტრანსპორტის,
ქაოტურად მოხდა, ანუ ამ შტატის გაზრდა, ასე თქვა და აი მოპლანეს რა. ხო, რა ეხა გჭირდება 1500 კაცი გჭირდება, ვინც დაარბევს აქციას. ეგენი ეგრე უყურებდნენ რა. ეტაპობრივად გაიზარდა, შეიქმნა ანუ მონსტრი დეპარტამენტი გააკეთეს, ნუ არ ვიცი, აი ეს დეპარტამენტი ამ ფორმატით როგორიც არის. ეს უფუნქციო დეპარტამენტი არის, ანუ მე გულისხმობ იმას, რომ ამ დეპარტამენტმა მშვიდობიანობის პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს და ომიანობის პერიოდში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს. ანუ უნდა გათვლილი იყოს, ხდები? ანუ მშვიდობიანობის დროს რას გააკეთებს, ომიანობის დროს რას გააკეთებს, თავისი მთელი ფუნქციებით, ამოცანებით და პასუხისმგებლობებით. ესე არ მოხდა, უბრალოდ მოხდა თანამდებობების აწევა, რომ სახელფასო განაკვეთი გაზრდილიყო იმ ადამიანებისთვის, ვისაც ხარაზიშვილი დანიშნავდა. და მე კიდევ იყო დამატებით ამათი სახელფასო განაკვეთების ზრდა. ანუ რო გითხრა უხეშად, ხო თან მე როგორ არის, იცი სახელფასო ბალანსი, განსაკუთრებულად დავალება და დეპარტამენტი ძალიან დარღვეული არის. აი მე ვიყავი მაგალითად სამმართველოს უფროსი და ჩემზე მეტი ხელფასი ქონდა საბრძოლოში დაუშვათ სამმართველოს უფროსის მოადგილეს. ხო. როცა მე ვიყავი ოპერატიული სამმართველოს უფროსი, ხდებით? ანუ რაღაცა თავისებურად მოხაზა, ანუ ვის რამდენი უნდა იყოს. მე იქ არსებობდა საიდუმლო დანამატები, იქ არსებობდა ღია დანამატები და ანუ კანონზომიერების გარეშე იყო. მე იქ ადმინისტრაციულ პერსონალს არაზიშვილი ანუ შტაბი, ეგრეთ წოდებული შტაბი, რასაც ქვია, ხო, თავდაცვის სტრუქტურაში, რაზეც ზოგადად დგას მთლიანად სტრუქტურა ამ ინსტიტუციას არ აღიარებდა. ანუ შტაბნიკებს ეძახდა დამაკნინებლად. ხდები, როცა კადრებია, ლოჯისტიკაა, კავშირგამულობა არის. ნაპოლეონის სიტყვები რო გავიხსენოთ, ხო, ანუ ბრძოლას იგებენ ჯარისკაცებიო და ომს იგებენ ლოჯისტიკოსებიო, ხო, ანუ ბრძოლის წინახაზე თუ საბრძოლო მასალა და საწოვი არ აღავს, ვერაფერს ვერ გააკეთებ. ანუ ამათვის ეს ხედვა არ იყო, ამათვის ხედვა იყო მებრძოლი ჭყალებში, ხდები? და თავში უნერგავდა ამათ, რომ თქვენ ხართ ნომერი პირველი, დანარჩენი ყველა ჩემორები არიან, არაფერს არ წარმოადგენენ. მე ამ ადამიანების მიმართ ქონდა გამოყოფილი, ანუ ყავდა თავისი, ასე ვთქვათ, შტო ვისაც ემდობოდა, ხდებით? აი მაგალითად არსებობდა სამსახურებრივი ბუნებრივია გეცოდენებათ, იქნებოდა სამსახურებრივი ჩატები, სადაც ინფორმაციები იყრება, ინფორმაციების გაზიარება ხდება და ასე შემდეგ და ამას ქონდა თავისი პირადი ჩატი. ხო. ამ პირად ჩატში მე მაგალითად არ ვიყავი, როცა შეგ არ გენდობოდა. ბოლოს. ხო, არ მე არა მარტო მე, ბევრი სამმართველოს უფროსი არ იყო მაგ შტატში. ანუ ის სამმართველოს უფროსები, ვინც მისი დანიშნული არ იყო, იმ ჩატში არ იყო და ანუ რანჟირება სამმართველოს გადაწყვეტილების მიმღები პირებით კი არ გააკეთეს. რანჟირება იყო მისი ნდობით აღჭურვილი პირები. ამაზე იყო საუბრები, როდესაც შევდიოდი დაუშვათ, როცა საშტატო მონახაზებს აკეთებდა, მე ვცდილობდი, რომ პოზიტიური როლი, აი ბევრჯერ დაისვა, კითხა აქამდე სად იყო, ხდები? ანუ ესე არ ხდება, ხდები? ანუ ყველა ვერ წამოვა ხო სისტემიდან, ანუ სადამდე შემეძლო მე პოზიტიური როლი შემესრულებინა იმ დეპარტამენტში. მე ვიყავი და ვაკეთებდი ჩემს საქმეს და ვცდილობდი, რომ რაღაცა გაუმჯობესება, რაღაცა უკეთესობა შემეტანა, თუმცა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით რაცა არჩევნები რო ასე ვთქვათ გააყალბეს და მე ყობახიძე მე სიგიჟე განაცხადა და ამაზე წავიდა ეს აქციები. ფაქტიურად მე აღარ მქონდა ხარაზიშვილთან არანაირი კომუნიკაცია და ის ჩემთან მხოლოდ დირექტორის თავისი მოადგილის არხით კომუნიკაციობდა. შესაბამისად, ანუ ჩემი თანამდებობა იყო ისეთი, როცა მე პირდაპირ დირექტორთან ვიყავი, ასე ვთქვათ, პასუხისმგებელი, იმიტომ რომ რასაც მე ვაკეთებდი, ანუ მასზე ვიყავი, ასე ვთქვათ, მიბმული და ეს როლი დაიკარგა, ფუნქცია დაიკარგა, აზრი დაიკარგა, არაფერს არ ითვალისწინებდა აბსოლუტურად. ანუ გეგმასაც ისე აკეთებდა, რასაც მე ვაკეთებდი ბოლოს გეგმებს, იმის იყო მხოლოდ ფორმალური ხასიათის, რომ ვახოსთვის აეტანა და ეჩვენებინა, რეალობაში მაინც მიდიოდა ზეპირსიტყვიერი განკარგულებები და ბრძანებებით, იმიტომ რომ მსგავსი სახის ოპერაციების შესრულების მართვა გაცილებით რთულია, მით უფრო საზოგადოებრივი უსაფრთხოების წესრიგი. ამათ რა არ ესმოდათ, იცი რომ აი ჩვენ მაგალითად ხო 2019 წელს აი ეს გავრილოვის ღამის შემდეგ ამაზე მართლა მოხდა, ანუ რამოდენიმე კვირა მიმდინარეობდა შიდა შეხვედრები და მსჯელობები და დაშვებული შეცდომები, რომ აი რა, სად, როგორი შეცდომა დაუშვით, რა იყო არასწორად, იმიტომ რომ ჩვენთვის მაგალითად, ჩემთვის სანამ იქ მუშაობდი, მეორე მხარე ვიღაც არ ყოფილა. ის იყო ჩემთვის საქართველოს მოქალაქეები და პასუხისმგებლობას ვგრძნობდი ყოველთვის, რომ მე ოპერაცია ისე ღონისძიება, ისე შემესრულებინა, ისე დაგვეგეგმა და ისე გავხორციელებინა, რომ ერთი მხრივ იმ ადამიანებს მისცემოდათ თავისუფლად მათი აზრის გამოხატვის უფლება, რაც კონსტიტუციით აქვს
და მეორე მხრივ სახელმწიფო ინსტიტუციები დაცულიყო. აი რომ შეიცვალოს დავუშვათ ნებისმიერ აი ხელისუფლება რომ შეიცვალოს და ნებისმიერი ოპოზიცია მოვიდეს, ხო? ანუ მაშინაც ესე უნდა მოხდეს, ანუ ადამიანებს უნდა კონდეთ მათი აზრის გამოხატვის უფლება, მაგრამ დაცული უნდა იყოს სახელმწიფო ინსტიტუციები, ხო? ანუ ეს ბალანსი ხარაზიშვილმა დაარღვია და დაარღვევა დაიწყო, როდესაც გააუქმა სანომრე ნიშნები. დაარღვია, როდესაც დაიწყო პირადი შემადგენლობის, ანუ სულ პრობლემა იყო, ანუ მე გავდივარ ღონისძიებაზე, მათი აი მის დაქვემდე, ანუ სამმართველოს უფროსები სახელს და გვარს არეუბნებოდნენ ოპერატიული განყოფილების უფროსებს. საიდუმლო დავალებაზე მიდიხარ საზოგადოებრივი უსაფრთხოების ამოცანები უნდა შეასრულო. ანუ უკვე ჩანდა მიდგომა მისი მხრიდან, რომ მას რომ რამე დაერღვია და გაეფუჭებინა, არ მომხდარიყო და არ ყოფილიყო დადგენადი და იდენტიფიცირებადი. ხო, აი აქ მარტივ რაღაცას კითხავ რა, რამდენიმეს და გააგრძელე. პირველი ესე იგი, ანუ გომელაურთან იყო, ხო? ანუ კონტაქტზე და გომელაური სიტყვიერად რაღაცებს, ანუ ეუბნებოდა ეხა ისეკენ გომელაურს აღიარებდა. ხარაზიშვილი აღიარებდა მხოლოდ გომელაურს. მე რა, აი მარტივ რა მაინტერესებს. ხო არ მოგისმენია მაგალითად, აი ხო არ გისმენია ეგეთი რამე, რომ გომელაურს უთქვამს, რომ იცი რა ეს ასე არ გვექნა რა იქნებ. ანუ იყვნენ კონფლიქტში რამენაირად თუ თანხმედრა ქონდათ აზრობრივად, რომ სწორია, რა მაგრები ვართ, ნახე რა გავაკეთეთ, ანუ ესეთი რამე გისმენია, რომ უთხრა რომ აიცი რა ეცუდია. თანხმედრა აბსოლუტური თანხმედრა ქონდა, აი ერთი მომენტი მახსოვს, ეს იყო უკვე 2024 წლის გაზაფხულის აქციები, თუ არ ვცდებით 2023 წლის. როგორ არის, იცით, სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე ნებართვების თანმიმდევრობა არსებობს, ანუ მაგალითად ციცეკის სპრეის გამოყენებაზე სამმართველოს უფროსის დონეზე არის დელეგირებული. გაზის გამოყენებაზე, რასაც აი თოფით გაზს რო ისვრია. რეზინის ტყვიების გამოყენებაზე მინისტრის მოადგილის თანხმობა არის საჭირო. აგრეთვე მინისტრის მოადგილის თანხმობა არის საჭირო წყლის ჭავლის გამოყენებაზე. სანამ არ იქნება ამისი ბრძანება, მისი გამოყენების უფლება არ აქვს. და გამოყენებაზეც და შეწყვეტაზეც, ანუ ბრძანება იცემა, ხვდებით? რომ გაიცა ბრძანება გაზის გასროლა, ამათმა თვითნებურად დაიწყეს რეზინის ტყვიების გამოყენება. სოსო ჭელიძე რაციაში უყბიროდა ნუ ისვრით რეზინის ტყვიებსო დაიკიდეს. ბოლოს ვახომ დაუდახა რა, რომ ანუ არ გესმითო ბრძანებაო და აი ვახომს ხმა რო გაიგო, მერე გასცა ხარაზიშვილმა ბრძანება, რომ გაჩერდით სროლაზეო. ანუ ესეც კი არ იყო, იცი როგორ იყო? ყველა ელოდებოდა რა სიტყვა და შეფი, ხვდები? მერე აქციების მართვის დროს, აქციები როცა არის, ანუ აი სულ აქციებში ხარ და კარგად იცი როგორი ხმაურია. აი როგორი გუგუნია იქიდან თვითონ აქციის მონაწილეების შინდა და რთულია ზოგადად რადიო სადგურზე გაიგო შეტყობინება თუ არ გიკეთია შესაბამის საყურისი. ამათ საყურისებიც არ ეკეთათ ზოგ შემთხვევაში. მე იყო შემთხვევები რომ საყურისები ძრება ან ასე შემდეგ, ხვდები? და დამოუკიდებლად რაღაცა დონეზე არსებობს რომ ანუ იყო ესეთი ფაქტები წინა დეპარტამენტის ხელმძღვანელის დროს, როდესაც ხედავ რომ რაღაცა ხდება, შენ როგორც სამმართველოს უფროსმა, შენი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილება მიიღო. ოღონდ მე ამაზე შენ პასუხისმგებლობა აიღო. ეს ბიჭები ესე არიან გაზრდილები, რომ ამათ პასუხისმგებლობა არ აქვს. ანუ აი ესენი არიან, რომ იღებენ მითითებებს ვერტიკალში შეფისგან და რასაც ეთყვის იმას გააკეთებს. ანუ სანამ შეფი არ ეთყვის, იმას ვერ გააკეთებს. მე აქცია რომ მიმდინარეობს რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ ძირითადი სამი ლოკაცია არის. ეს არის ჭიჭინაძე, ჩიტაძე და რუსთაველის გამზირი თვითონ. ანუ როდგას ხარაზიშვილი ჩიტაძეზე იმახო არის ის რა ხდება ჭიჭინაძეზე. აბა სანამ ისინი ეხლა ამას მოახსენებენ, სანამ მოკლედ, აი აბსოლუტური ქაოსი მიმდინარეობდა. ნებისმიერ დროს, ნებისმიერი აქციის მართვა ისე შეიძლებოდა და ისე შეიძლება, რომ არც ერთ მოქალაქეს თმის ღერი არ ჩამოვარდნოდა. ნებისმიერი აქციის, ანუ ეს პრობლემას არ შენ ამბობ ესეთ რამეს, რომ ეს არის ამათი თვითმიზანი. ამათი თვითმიზანი ის კი არ იყო, რომ აქცია მშვიდობიან გარემოში ჩატარებულიყო. ამათი თვითმიზანი იყო, რომ აქციის მიმართ აგრესია გამოეჩინათ, რათა აქციას განგრძობითი ხასიათი აღარ ქონოდა. ხო. ეს ამას აკეთებდნენ ეს. ხო, ეს სავარაუდოდ ეხა ამას ხარაზიშვილი ხო არ მოიფიქრებდა, მოდიოდა გომელაურისგან, ალბათ გომელაურს ბიძინეუნებოდა, რომ ეს არის ხერხემლის სწორი. მოდიოდა ზემოდან ისევე როგორც აი რო ავიღოთ მაგალითად აი ბოლო ფაქტი რო ავიღოთ, დაუშვათ LGBT-ს აქცია, ხო? ანუ აქ არ არის, ანუ მე მომწონს, შენ მოგწონს, ანუ სახელმწიფო ვარ, ხვდები? ანუ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვარ.
და გვაქვს კანონმდებლობით ვალდებულება უზრუნველყოთ ნებისმიერი გამოხატვის უფლების დაცვა. ადამიანებს მიეცეთ მათ თავიან თან წინასწარ შეთანხმებულ შემთხვევაში, ხდები? იმ შემთხვევაში უნდათ რომ ეს უნდა ჩაიშალოს ეს აქცია. ყველაფერი ზემოთ იწერებოდა, ხდები? გომელაური და გომელაურის მოადგილეების დონეზე ხდებოდა ამ გადაწყვეტილების მიღება. რავი, მე მგონი არავის არ ჯერა რომ იქ რაღაცა ხარაზიშვილი იყება. არა, ეგ გასაგებია. ნახე, ოღონდ შენ თქვი რომ ესო საიდუმლოდ ეს ნომრები და რაღაცები არ აქვს, მაგრამ აი შენ რაც თქვი რომ 9 კლასი, რაღაცა ცოტა ისეთი ტიპები რომ რაღაცას ვერ წერენ და ხარაზიშვილის პირობითად რაღაცა პირადი შემადგენლობა, რომელიც სახელმწიფოებრივად კი არ აზროვნებს რომ რაღაცა სახელმწიფოს და ქვეყანა და არა, ხარებას ასიამოვნონ, გომელაურს ამოვნონ მე ვიღაცა მოთხაზო ყოჩახ შენ ამაგარი ბიჭი ამაგრას ცემეო რაღაც ეგედა ოღონდ ნახე მან რა არის სად მე ერთი რაღაცაზე ხა სხვას უარ შევეხო მაგალითად ხო პირობითად ნენელა დრო და დრო ეს ტიპები მაგალითად ჩემთან ვინც იყო დაპირისპირებაში ხალხი რაღაცა სუფრაზე ყვებიან რომ აი მე ხა იქ ვიყავი ჩემთვის ხო მნიშვნელოვანია ხალხმა გამიტაცა 27 წუთის განმავლობაში ფიზიკურ ანგარიშწორების ქვეშ ვიყავი მათ შორის რაღაცა ტელეფონით მიღეს მოვყევი ხო პარლამენტში რაღაცა ტელეფონით იღებს რაღაცას აკეთებს და დაახლოებით ახლა მე რაც მახსოვს 8-12 ადამიანი იყო ეს ხარაზიშვილი მახსოვს თავი თვითონ დემონსტრაციულად მოიხსნა რა მაგრამ ის ტიპები ვინც ნიღბებში იყვნენ ეხა ნენელა რა რას დრო გადის რო გითხრა ეხა რომ მე ვინტერესდებოდა ვინმეს მოვიკითხე არ არის ეგრე რა მართლა არ ყოფილა მე ჩემთვის გასაგები რა ეგევე ბიძინამ რუსებმა და აი ხალხმა რა მნიშვნელობა გვისი ხელით ვიღაცის ხელით გააკეთეს ოღონდ იმათი სიამოვნებისთვის იმათი დავალებით მაგრამ ეს ხალხი თვითონ ლაპარაკობს აი ხა რა ვიცი ზოგი ხა მე ვიღაცეებზე გავიგე თვითონ ლაპარაკობს უბრალოდ მე პატარა ის ქვეყანა იმან იმას უთხრა იმან იმას და რა ვიცი ხა რო გითხრა ალბათ 1-8-დან 6 ვიცი პირობითად რა აი ლევან შეხედეთ შენს მიმართ პირადი ზიზღი ქონდა ხარაზიშვილს აი პიროვნული ზიზღი ქონდა შენს მიმართ და ამას არც მალავდა და თან ძალიან ინტერვიუებს იძლეოდა კაცო ეამაყებოდა ამაზე საუბარი წერან ხო თქვი რომ მიხვდი სრული სურათი რომ წარმოიდგინო ესე იგი შეფს ეზიზღება ყველა დანარჩენისთვისაც მტერია ხდები შეფს მოსწონს ყველა დანარჩენისთვისაც მისაღებია და მოსაწონია შესაბამისად ყველა დანარჩენისთვის იმათ ის განცდა კი არ ქონიათ რომ დაუშვათ ადამიანი შენ პოლიტიკოსი ხარ ოპოზიციონერი ხარ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს აი მე შემიძლია გითხრა რომ 2019 წლის აი ვარილოვის ღამეს წინა რიგებიდან ბომ შემიტაცა და დუბინკას აი ჩვენი წართმეული დუბინკა იმდენჯერ მითხრა რომ გონება დავკარგე ჯოლბრა მოკალაკე და ღამეს შემდგომ აი რომ დაიშალა აქცია პარლამენტის ეზოში ეს ადამიანი ხელბორკი დადებული კიბეებზე იჯდა მივედი და წყალი დავალევინე და სიგარეტი მოვაწემინე და უნდა მომკლაო ისე შეეშინდა მე მიდგომა რა მქონდა იცი ყოველთვის ჩვენ უნდა გავიზარდოთ რაღაცით ეტაპები უნდა გავიაროთ ხდები შეიძლება იმან მე როგორც პერსონას არ მითხრა ხდები იმან მე მითხრა როგორ დაუშვათ სამართალდამცველს მაგრამ მე თუ სამაგიეროს გადავუხდი ხდები სისტემა არ გაუმჯობესდება სისტემას ქონდა აქვს და კიდევ ექნება მომავალში ხარვეზები მაგრამ უნდა იყოს ისეთი მენეჯერული გოლი შექმნილი შინაგან საქმეთა სამინისტროში რომელიც იზრუნებს ამის გაუმჯობესებაზე და ამას გარკვეული წლები და პერიოდი დასჭირდება აი ხარაზიშვილს და მის წარმომადგენლებს და გომელაურს და მათ ხო ვინც იყვნენ აი თათბირებზე აგრესია ქონდათ ზიზღი ქონდათ მეორე მხარეს აქციის მონაწილეებს საუბარშივე ზიზღს გამოხატავდნენ ის კი არა რომ იქ ჩვენი მოქალაქეებით განან აქცია რო არ ყოფილიყო დაუშვათ და მეორე დღეს საომარი მოქმედებები დაწყებულიყო ჩვენ ხონდა წავსულიყავით საომარ მოქმედებებში და ვის ვიცავდით თქვენ ხონდა დაგიცვათ ის მოქალაქეებიც ხო საქართველოს მოქალაქეები ხართ ამ შემთხვევაში თუ ეს ვალდებულება გვაკისრია შვიდობიანობის დროს ამ ვალდებულების აღქმას რატო ვკარგავთ და ამათ დაკარგული ქონდათ ხდები პერსონიზირებული იყო მიდგომა იქით არიან ნაციონალები ტრები მოღალატეები LGBT-ები სამშობლოს გამყიდველები განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაზე რავი კატებს კლავენ სასაფლაოზე და ესეთი და ამ იდეოლოგიას მე რო ისმენდნენ ამ დეპარტამენტის დირექტორები და მოადგილეები ავრცელებდნენ სამმართველოს უფროსების დონეზე სამმართველოს უფროსები განყოფილების უფროსების დონეზე და ესე დაყავდათ პირად შემადგენლობამდე რომ იქ მოქალაქეები საქართველოს მოქალაქეები კი არ დგანან
საქართველოს მტრებით განან, ხდები? და ამით წამლავდნენ ამ ადამიანებს. ისე უნდა გითხრა იმაზეც რა. ეს LGBT-ზე პროპაგანდა რო არის, მე ყოველთვის მაქვს ხოლმე პასუხი, ჯერ ერთი, ვიზე ლაპარაკობენ ვის LGBT-ზე მთავრობაში, ნახევარი მაგ ცხოვრობით ცხოვრობს. ეხლა ჩვენ არაზოსაცინებელში არ უვარდებით, მაგრამ თუ ვინმე არის LGBT, მართლა ეხლა შენ გეღიმება, მაგრამ ყველა მიცის ქალაქში ვინ არის LGBT? გეღიმება, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცი. გადაობაა, ბიჭო, სისულელია, წარმოიდგინე რამხელა პროპაგანდა მუშაობსო, ჩატებში აგდებენ, რომ იქო ბიჭო LGBT-ებით განან. ეხლა მე რომ მკითხონ, მე ყველას უფლებების დამცველი ვარ ზოგადად და მესმის, რომ სახელმწიფო ეგრეა. მომწონს თუ არ მომწონს, მე არ მომწონს, კაცო. რა და მე არც მალა, ვიღაცებს ხო არ მომწონს, არ მინდა კაცო, მე ეგ ბაზარი არ არის, მაგრამ ბიჭო თვითონ არიან ამ LGBT-ები, აი რავი, ნახე, თავრო მე ხო ვიცი კაცო და იქ არაფერი არ იმალება ხო ქალაქში. თავრობაში თანამდებობებზე არიან ტიპები, რომლებიც მაგ ცხოვრებით ცხოვრობენ და მეტიც ეხა რა ვიცი რა, ეს ხო დამალული არ არის, საჯაროდ გავრცელებულია, რომ იმედის რუხაძის, რომელიც აქით პროპაგანდირებს, მისი ოჯახის წევრი რა ჩემი საქმეა, მაგრამ რახან თვითონ მაგაზე ხო რო დაუსვეს, არა მაგაზე ხო შვილი არის ეგალე, ვერ გავიგე მე ხო პროპაგანდის დონე ნახე რა, აი ხა რასაც ამბობ, სწორია ხო, რომ იმათ ეუბნები, რომ ესენი ყველა ესეთები არიან, რა ვიცი თო და ახდენენ, შენ წარმოიდგინე, გავლენას ახდენენ და იმედი და პოზიტივი, აი მინდა გითხრა, რომ დღეს 100-ით 0-ს იგებენ პროპაგანდაში, იმიტომ რომ პროპაგანდის აწინააღმდეგო სწორი ხარ, სწორი. არც ასე ვთქვათ ოპოზიციურ ტელევიზიებს და არც მთლიანად ოპოზიციური სპექტრი პროპაგანდას ვერაფერს ვერ უპირისპირებს. ამაზე სამუშაოა, ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო არის. თორემ ახლა ჩემ ძალიან კარგად ვიცი, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საუბრობენ რწმენაზე და ღმერთთან კავშირი არა აქვს, საუბრობენ ოჯახზე და საერთოდ ოჯახური ღირებულებები არიციან, საუბრობენ სხვის პირა ცხოვრებაზე და თვითონ 1000 ბინძურეს აკეთებენ. სწორი ხარ, კაცო. ანუ 1000 ბინძურეს აკეთებენ. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, ანუ ეს უნახავმა რანახა ადამიანები იყვნენ მაგ რგოლში, რომლებსაც მისეს ჩაბურული პრადოს ჯიპები და ავი გოგო რომ მოეწონებოდათ მანქანაზე ნომრებს იწერდნენ და მანქანის და მერე ნომრებს ადგენდნენ და ანუ ეს ადამიანები მორალს გიკითხავენ, ხდები? ანუ ძალიან კარგად ვიცი ესენი ვინები არიან. აქ არის თავარი რომ თვითონ მოსახლეობამაც უნდა გაიგოს, ხდებით? ანუ მოსახლეობამ უნდა აღიქვას ვისთან აქვს საქმე. ეს რა კატეგორია ადამიანი, ესენი საზოგადოებისთვის საშიში ადამიანები არიან. ანუ მიდგომა არ ქონდა და ეს არის ვერტიკალში, ოღონდ. ეს არ წარმოიდგინა რომ პრობლემა მარტო განსაკუთრებულ დავალებაში. კი, კაცო, სწორი ხარ, მაგამდე მოდის ეგ. ესეთი პრობლემა არის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტებში, ესეთი პრობლემა არის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებში. ყველგან არსებობს, იმიტომ რომ სათავე არის ესეთი. აი ეხლა აი საუბრობს 9 კლასის განათლებაზე. აი გახსენდება გომელაურის რომელიმე სიუჟეტი, სადაც ის ინტერვიუს იძლევა, ვრცელ ინტერვიუს და მორფოლოგიულად დალაგებულად საუბრობს და გადმოსცემს თავის აზრს გასაგებად. არა, შეუძლებელია. მე არ მინახია მსგავსი ინტერვიუ. სადმე გინახავთ თუნდაც ტელევიზიებში მიწვეული ან იმედში ან პოსტივში და ესაუბრა შინაგან საქმეთა სამინისტროს განვითარების გეგმებზე, გრძელვადიან პერსპექტივებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიღწევებზე. ანუ იძულებით გამოდის პარლამენტში და იმასაც დაწერილი ტექსტი ხულობს. ხო, ანუ რა ისე თქმა მინდა, ანუ მინისტრს რო არ აქვს განათლება და მინისტრი რო არ აფასებს ინტელექტუალურ ადამიანებს, ანუ ვერტიკალში ინტელექტუალური ადამიანების მიმართ არის ზიზღი და აგრესია. ინტელექტუალური ადამიანები სჭირდებათ მხოლოდ იმისთვის, რომ ამათი ჩაჯდომილი ბოდიში გაასწრონ, გაასწრონ ან ის გაუკეთონ, რაც მათ არიციან. დანარჩენი მის ირგვლივ თანამდებობებზე ყველა მათი ახლობელი არის. ვერ ნახავ ვერც ერთ ადამიანს განყოფილების აქ აღარა მაქვს საუბარი სამმართველოს უფროსის და სამმართველოს უფროსის მოადგილე და ასე შემდეგ. განყოფილების უფროსად არინიშნებიან. ანუ ჩემი წარსული ქექეს, ანუ ვისი დანიშნული ხარო, გახარიას დროს გადავედი მე შიდა ქართში, მაგრამ გომელაურის დროს გადმოვედი ოპერატიული სამმართველოს უფროსად, ანუ რო გადმომიყვანეს აქ. ანუ რეკომენდაცია, ანუ რო ვიზახდი რომ არ ამყავს მართლა ისე მივედი მე მაგ თვითონ დამირეკა თავდაცვის სამინისტროში მუშაობდი და დამირეკეს რომ იქნებაო გადმოხვიდეო და ესე გადავედი მაგ სისტემაში და ესე გავიარე ეს ეტაპები სადამდეც მივედი და ყოველთვის იყო რომ აი ვიღაცა კრიშავს ხო და მე ვეუბნებოდი რომ კი მეოთხარი იქ არიან მეოთხარი მაშინ არ ვიცოდი deep state-ი ნეტავ ცოდნოდა და ანუ ვიტყოდი ხდები და ანუ ესე არის ანუ ირგვლივ ყველა თანამდებობაზე მხოლოდ მათი ოჯახის არ ოჯახური კლანები არის ანუ ქვისლები ბიძები
ჯერ ხარაზიშვილის დარღვეული ჰქონდა კანონი ინტერესთან კონფლიქტის შესახებ. მისი ძმა იყო ერთ-ერთი მთავარი სამმართველოს უფროს მოადგილე. არ შეიძლება დაქვემდებარებაში ყავდეს ოჯახის წევრი. მაგრამ ამათ არ აინტერესებდათ კანონებს და ბრძანებებს იცი როგორ ცვლიდნენ, აი ესე როგორ ჭრიდნენ, ისე კერავდნენ. პირველი რომ მოვიდა ზუსტად ეგ გააუქმა, კრიტერიუმები არსებობდა. სამმართველოს უფროსი რომ დაინიშნოს თანამდებობაზე, რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს და ჩაწერა. საშუალო განათლების მქონე ადამიანს მიეცეს უფლება დაინიშნოს მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. ანუ მთავარი სამმართველოს უფროსი არის ფაქტურად დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის დონე. ხო, ირაკლი ხა, რასაც გისმის შენ? ამას ვახო უправებდა. შენ გულშემატკივრის პოზიციიდან საუბრობ რა, რომ აი სახელმწიფოს გულშემატკივრის პოზიციიდან და იცი რა არის? მე მგონი ჩვენ რაზე უნდა შევთანხმდეთ, იცი რომ შენ უყურებ რომ და ყველა უყურებთ ასე რომ განსაკუთრებული დავალება და დეპარტამენტი არის, რომელიც მოქალაქეების უსაფრთხოებას იცავს, განსაკუთრებული რაღაცა საფრთხის პირობებში რაღაც განსაკუთრებულ დავალებას ასრულებს, მაგრამ საბოლოოდ ეს სამსახურები ბოლო წლების განმავლობაში ბიძინამ ჩამოაყალიბა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტად კი არა, აქციების დარბევის დეპარტამენტად. ამიტომ იყო რომ ლოჯისტიკა უკვე აღარ აინტერესებს განათლება, აღარ აინტერესებს ეხა შენ რასაც საუბრობ, ხო, რომ აი განათლება, ხო. თავარი, აი მანდ გავჩერდეთ, თავარი საოკუპაციო ხაზი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს, გარდა საზოგადოებრივი წესრიგისა, აქვს საოკუპაციო ხაზი. და აქვს სტრატეგიული მილსადენის დაცვის ამოცანების შესრულება, დებულებით განსაზღვრული. ეხლა რო ამოწიეს ჩორჩანა და ჩორჩანა და ამაზე რო რაღაცას იბინძურებს აგორებენ. ანუ ამაზე ვთქვი, აი უამრავი ადგილი არის. გინტურის თემა სანამ მოხდებოდა გინტურის მკვლელობა 2021 წელს გაუშვეს სახში აღარ არის საბედაშვილთან მქონდა წარდგენილი ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. და შეთანხმება იყო ესეთი, რომ საბედაშვილს უნდა გაეტანა ეს საკითხი პარლამენტში და დაემტკიცებინა, რომ იქ როგორ არის გატაცებების ანალიზი, ხო? საიდან ხდება გატაცებები და სად არის ასე თქვა ლუფტები. და იყო რომ იქ ჩაგვეყენებინა ზოგან დამატებითი საგუშაგო, ზოგან პატრულირება. შინაგან საფრთხე სამინისტროს პოზიცია იყო, რომ რესურსი არ აქვს. როგორ ექნება რესურსი, როცა მთლიან რესურსს რობოკოპებში დებენ. ხო, 1500 კაცი დაამატეს იქ და იქ კიდე 500 კაცი ვერ დაამატეს ამ ნაბამად. 1500 კაცი და საოკუპაციო ხაზზე ამ ნაწილში, ხალხი არ ყოფნის. ეგ არის, ხვდები, მთავრობამ და სახელმწიფომ უწყება სახელმწიფოზე ორიენტირებული კი არ გახადა. პირადი საკითხების მოგვარებაზე გადააქცია, მათი პირადი ინტერესებისთვის იყენებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მათი პირადი ინტერესებისთვის იყენებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაძდებს აქტივისტებს, პოლიტიკოსებს, ოპოზიციებს იმათ უსმენს. 2012 წლის მერე ერთი იდენტიფიცირება არ მინახია, ყველა წელს ვკითხულობ სახელმწიფო უსაფრთხოების ანგარიშს. არც ერთი ფაქტი არ მინახია, რომ გამოევლინათ უცხო ქვეყნის ჯაშუში. არა ყავს, არ არსებობს. როგორ გამოავლენენ, როცა მთლიანი ეს ოპერატიულ-ტექნიკური რესურსი მიდის ოპოზიციაზე და ოპოზიციის მოსმენაზე. მე ამ ხალხის, ასე თქვა, დაშანტაჟებაზე, მათ შორის თანამშრომლებზე, თანამშრომლებს უსმენენ, თანამშრომლებს დაყვებიან, მათაც არ ენდობიან. რაღაცით ხომ და დააკავებენ. ვიღაცას კომპრომატებით აკავებენ. კომპრომატები შეაგროვონ, სწორია. კომპრომატები შეაგროვონ. ვიღაცას პირობითად საქმეში სვრიან, ატკატებში გაყავთ და მე ეუბნებიან, აი დაგაკავებ, აი დაგიჭერ. ხო, სწორია. აი ყველა ეს გაშვებული და კიდე ბევრს ნახავთ ჩვენ გაშვებულს, როგორც სუსიდან, ისე შსსუდან. ყველა გაქრება ორბიტიდან. იცი რატო? იმიტომ რომ ყველაზე კომპრომატი არსებობს, იმიტომ რომ ყველა გასვლილი ყავთ. სხვანაირად დეპარტამენტის დირექტორი და მაღალი თანამდებობის პირი ვერ გახდები. თუ შენზე რაიმე არ აქვს, რითაც შენ ასე თქვა წყალებში დაგიჭერე. სხვა შემთხვევაში თავისუფალი ადამიანი რო იყო, ხო? შენს მიმართ შიში აქვს, იმიტომ რომ ეს ადამიანი უკონტროლოა და შეიძლება დაგვიპირისპირდეს. აი ეს მოცემულობა არის საქართველოს. იცი რა მაინტერესებს, აი გედედეს თანამშრომლებს რა, გავიგე რომ ხარაზიშვილის რაღაცა ბანდ დაჯგუფება მოიყვანა ვიღაცეები და
არ იყო პროტესტი, შიგნით მაინც ლაპარაკი არ იყო, რომ მაგალითად რაზე რომ ბიჭო, ცუდ საქმეს ვაკეთებთ რა. არ არის ძმაო, კარგი საქმე, ყველა დღე გამოხვიდე რუსთაველზე და შენი თანამოქალაქეების ცემო. თან როგორ აკეთებდნენ ამას ახლა? მე ეგე წარმოდგენა მაქვს კი არა, ზუსტად ვიცი ხო, რომ სიები არსებობდა გარკვეულწილად რაღაცა კონკრეტული ადამიანების, ვინ უნდა გაეტაცებინათ, ვინ უნდა წაეყვანათ, ვინ უნდა ეცემათ, შიგადაში გიგ ცოტა აქტიურები ვინც იყვნენ, იმათ წვდებოდნენ თუ არა და წინასწარ იცოდნენ ამ ტიპებმა. ანუ ამ სიას ხარება არ იგებდა? წინასწარ თავის ალბათ ის ბანდ ფორმირება ვინც ყავდა ეს 60-70 კაც თუ 80 თუ 100 ვინც მოიყვანა ატეცედან და თავისი დავებორკებული და ტვინში რაღაც ანუ სიას ხარება იძლეოდა? ესე იგი 2021-ში თუ არ ვცდები იოსებ ჭელიძე როცა იყო მინისტრის მოადგილე მისი დეიდაშვილი ახლა პავლეაშვილი ზურა მუშაობს საგანგებო სიტუაციების მღებრიშვილის მოადგილეა. პავლეაშვილი დანიშნა დირექტორის მოადგილე. ხო. აი როცა პავლეაშვილი იყო დირექტორის მოადგილე, აქციების დამთავრების შემდეგ ძალიან ბევრჯერ ყოფილა განხილვა, ანუ განხილულა, რომ ანუ ვისაუბრია, რომ აქ იყო გადაცდომები და ესე არ უნდა იყოს. იმიტომ რომ რეალურად თვითონ სამინისტროს უნდა აწუხებდეს ეს, იცით, იმიტომ რომ სამინისტროს იმიჯს ურტყავს ეს, იმიტომ რომ იქ ერთი გადაცდომა ლიანა სამინისტრო იხარშება ამ ნეგატიურ წამყვებში. როდესაც პავლეაშვილი ხარაზიშვილმა მოიშორა, ანუ გაუშვა, იმიტომ რომ ასე თქვა ის ეგონა ჭელიძის ასე თქვა ჭელიძის გავლით ალაგებდა თემებს და მოკლედ არაწყობდა რა. აი იმის შემდეგ არც ერთი განხილვა არ მომხდარა. მეტიც არათუ განხილვა აქციიდან დაბრუნებულები როცა მოდიოდნენ, მე აქციებში არ ვიღებდი მონაწილეობას, არც ანუ 2021 წლის მერე მე არც ერთ აქციაში მონაწილეობა არ მივიღია. ბოლოს ვიყავი, აი LGBT-მ რო ჩაატარა, LGBT-ს აქცია რო იყო თაწმინდაზე, ეგ იყო ბოლოს სადაც ვიყავი უსაფრთხოების ამოცანების შესრულებაში. როცა ბრუნდებოდნენ, აი ბრძოლიდან დაბრუნებულები რო ამაყობენ, აი ესეთი საუბრები ხონდათ, ანუ რა უნდა განეხილოთ. რო 14 წლის ბავშვი მცემეთ, 15 წლის ბავშვი გავლახეთ. ფორმები, შაბლონები ქონდა ჩვენ შემუშავებული, ყველა აქციის დასრულების შემდეგ, ანუ სარამ ხარაზიშვილი მოვიდოდა, ყველა აქცია რო სრულდებოდა, ამ შაბლონებს ავსებდნენ სამმართველოები და იქ იყო მთელი რიგი, ასე ვთქვათ, ნაკლოვანებები, რა იყო კარგი, რა იყო ცუდი, რა იყო გადაცდომა. ამაზე გენერალური ინსპექცია მუშაობდა. აი ხარაზიშვილის მოსვლამდე და გენერალური ინსპექცია ძალიან აქტიურად აკონტროლებდა. და არსებობდა რატო სანომრე ნიშნები იყო და ერთგვარი შიში და შემაკავებელი ფაქტორი იყო ზუსტად ეს სანომრე ნიშნები რომ იქნებოდა გადაცდომა დაიდენტიფიცირდებოდა ადამიანი და მის წინააღმდეგ რაღაცა გარკვეული ირაკლი თვითონ ილაპარაკებენ რა თუნდა მაგას საიდები გეუბნები აგერ მე ვიცი თქო ბიჭო ერთ ყვებიან თვითონ ხარაზიშვილმა ეს გააუქმა ანუ ყველაფერი მოსპო შესაბამისად ანუ ნებისმიერი აქცია რომელიც ტარდებოდა და ბრუნდებოდნენ ანუ სიამაყით იძახდნენ ანუ სიამაყით ყვებოდნენ როცა შენ დაგიჭირეს და ფიზიკურად გაგისწორდნენ სიამაყით ყვებოდნენ აი რას ყვებოდნენ მართლა მაინტერესებს ეხლა სხვაზე რო არ ვილაპარაკოთ განაჩე აი ხალხს რო უთხრათ რომ რას ყვებოდნენ რომ აი გავიტაცეთ ხაბეიშვილი და ვცემეთ ჩავპი აი რა აი მას ზუსტად მაგას საუბრობდნენ როგორ მაგრად ცემა 9 ადამიანმა ერთი ადამიანი აუ რა მაგრები ვართ და მაგრები ვართ და როგორ გული იჯერეს და მე ალბათ ყვებოდნენ აი მე რო იქ ხელი იქ რო მოუწია და მე რო აი მე აი შენნა გვერდიდან რო და არა ბიჭო მე წინიდან არა ამას ყვებიან ხო დეტალურად რომ აი მე რაღაცა ვქენი და ამასობაში მე ვიცი რომ ტიპები ვინც იპარავენ ვინც ცემენ არის რომ მე რაღაცა ამ ფინანსურ ჯილდოს იღებენ ან რაღაცას იღებენ ეხლა იარაღებია მირზას ცემისთვის გარკვეულ ადამიანს ხო იარაღები მე ვიცი რომ ხო ორ ადამიანს აჩუქეს მირზას დაუჟანგდება ეგ იარაღი დაუჟანგდება რა კი არა ვარ მაგაზე გაბრაზებული მართლა არა ვარ გაბრაზებული მაგრამ იცოდეს რომ ისე არა ვარ ციდან ჩამოფრენილები ბიჭო ჯერ ერთი სახეს არ მალავდა კაცო ის თავარი კაცი და მე მეორე ხა მირზას რა გონია რომ ერთი იარაღი რომ აჩუქეს ახლა და აქედან მოვიკითხოთ მირზა ეგ იარაღი დაგიჟანგდება ძმას ვენაცვალე სისტემაში აღარ არის წავიდა გააგდეს ცოტა მაყუც გაატანდნენ ახლა ცოტას რაღაცას მე დაპირდებიან რაღაცას და ყველა წავიდა ერთ წელიწადში დაავიწყდებათ ეგ აიცი რა არის არსებითი მე რავი მაგას ჩემთვის ვფიქრობ მაგას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ რომ
ამ ადამიანებს სოციალური სივრცე არა აქვს. აი რომ მოდიოდი ზუსტად აი ჩხუბი რომ მომივიდა რა, ანუ დეპარტამენტში, ანუ რას ვერ იგებენ, იცი რომ ანუ ჩემთვის მარტო სამსახური ცხოვრებაში არასდროს არ ყოფილა. მე ოჯახი მყავს, შვილები მყავს, სოციალური წრე მყავს, ჩემი მეგობრები მყავს, ანუ ესი არ არის, ანუ მაგათვის სამსახური ხდები, ანუ მაგათვის შეფის მსახურება, მეფის კარზე მსახურების ტოლფასი არის, ხდები, ანუ მაგათვის მხოლოდ ფინანსური კეთილდღეობა არის, მხოლოდ რაღაც, ანუ და იმის იქით შესაძლებლობა არა აქვს, ანუ რა ვიცი, ანუ იმიტომ რომ ამ ადამიანებს როგორი ხო ანუ რაღაცა ეტაპები ხომ და გაიარო ცხოვრებაში რომ გახდე დირექტორის მოადგილე. ანუ გაიღვიძა განყოფილების თუ ქვეგანყოფილების უფროსი იყო და გახდა დირექტორის მოადგილე. ხდები და ანუ შესაბამისად იმ ადამიანის მიმართ ვინც დანიშნა ანუ ხარაზიშვილის მიმართ ხონდა უპირობო მორჩილება და მონობა და თვალებში შესციცინებდა. ანუ იმის გარეშე ხარაზიშვილის გარეშე საფეთქარაშოში არის ნუ არც ხარაზიშვილის გარეშე და არც სხვა დეპარტამენტები ანუ შეფის გარეშე და შეფთან კონტაქტის გარეშე ნაბის არ დგავენ თორე ამისი უამრავი ფაქტი მაქვს მე ნანახი ანუ მანქანა ვერ მოვაყვანინ ერთხელ თბილისის ერთ-ერთ მთავარი სამმართველოს უფროს დაკავებულები ყავდა და რო ჩაგვესვა ანუ იმაში რა ქვია პოლიციის მანქანაში სანამ არ შევათანხმებო დეპარტამენტის დირექტორთან ვერ მოვიყვან ანუ დები ანუ ესეთი დონე აქვს იმით და ეს არის სპეციალურად შექმნილი რომ ეს ადამიანები არიან მარტივად სამართავი ადამიანები და მიზან მიმართულად არ ნიშნავენ განათლებულ ტიპებს, იმიტომ რომ განათლებული ადამიანი ანალიზს გააკეთებს, განათლებული ადამიანი მათ შეეპასუხება, განათლებული ადამიანი მათ კითხვებს დაუსმენს. ამათ ეგაღიზიანებს. სხვათა შორის ბიძინაზეც ესე არის, რომ იძახია რომ ანუ აღიზიანებს ბიძინას, როდესაც რაღაცაში არ ეთანხმებია. ასევე ესე აღიზიანებდა ვახოსაც. ანუ ვახოსაც ყველაუდა დათანხმებოდა, შეებს ეძახდნენ ვახოსაც. ანალოგიურად ანუ ვერტიკალში ესე და ყველა ეს იაკეთებდა, ანუ რომ მიდიხარ და რაღაცას რომ არა, დეპარტამენტის დირექტორია, რავი, ბევრჯერ შევსულარ მithქვამს, რომ ესე არ არის, აი ესე ჯობია. ოღონდ ამას თავისი არგუმენტები აქვს, ხო, რატო არ ვარგა ესე და რატო ჯობია ესე. და ყველა პროგრესულად მოაზროვნე ხელმძღვანელი დაქვემდებარებულებისა და დაქვემდებარებულისგან მაქსიმალურად კრიტიკულად უნდა იღებდეს ინფორმაციას, რომ სწორად მიიღოს გადაწყვეტილება. ანუ ყველა რო ინდაურივი თავს უქნევს, იმიტომ არის ის რაც დღეს ხდება. არავინ არ აყავთ ადამიანი, რომელიც შეეწინააღმდეგება კარგი გაგებით და ეტყვით, რომ თქვენ იჩეხებით. ერთი რამით ხარ, იცი, მაგალითად აი პრემიებს რა ბიძინა არ იგებდა თუ გომელაური, ხა იარაღს გომელაური უგზავნინდა საჩუქრად, კონვერტს ვინ აგზავნის მან? შენ როგორ ფიქრობ, ხა შეიძლება პირდაპირ შეხება არ ქონდა? სამინისტროს დონეზე გაიცემა, ანუ გომელაური. და გომელაურს ისე გაუსწორდა ჩემი ცემა, რომ ადგა და იარაღები აჩუქა ორ კაცს? არა მარტო ორკა ძალიან ბევრს დაურიგეს. ძალიან ბევრს დაურიგეს. და არა მარტო ერთჯერადად, მრავალჯერადად, ორჯერ აქვს ზოგს მიღებული. ერთხელ გლოკები, ერთხელ ჰეკლერკოხები და რა ვიცი, მე ირჩევდნენ, რა ვიცი. პრემიები იყო მაგათვის პრემიების რანჟირებაც ესე იყო, რა ვიცი, ანუ 500, 1000, 5000 იყო ქეში თანხათაც ავი ქეშ თანხასაც აძლევდნენ და ასე შემდეგ. როგორ გარყვნეს ხალხი, როგორ გარყვნესო სახელმწიფოს უნდა ემსახუროს ტიპი და ცემა ტყეპაში ფულს აძლევენ. აი წარმოვიდი გარყვნილების დონე. ის ადამიანები, რომლებიც მართლა ანუ სამსახურებრივად გულისხმობ, აი წარმოვიდგინე, აი მაგალითად მძღოლები, მაგალითად პოვრები, მაგალითად ოპერატიული განყოფილების თანამშრომლები, მაგალითად კადრე ადმინისტრაციის თანამშრომლებზე 100 ლარი არ ემეტებოდათ, რომლებიც უბრალოდ იქ იყვნენ სამსახურში და ღამეს ათევებდნენ. ანუ ესენი აქციაზე არ დადიანო და ხალხს არ უტყავენო და ამათო რაპონჩენი. ფული რატონი? ო, მაგარი რკინის ლოგიკა აქვს რა. ერთი რამით ხარი კიდე იცი შენ რას ფიქრობ ამაზე? მე მოგისმინე წინაზე ერთ-ერთ ინტერვიუში, სხვათა შორის ამას ვლაპარაკობდი, რა მქონდა კონკრეტული ინფორმაცია ხა, რასაც ვლაპარაკობ, კი აუხდათ ისე ყველაფერი რიჟვაძიდან დაწყებული, იმით გომელაური და ლილუაშვილით გაგზელებული და აი FSB-ს აგეხა მე დარწმუნებული ვარ, რომ ამათან, ანუ ამათი კონსტრუქცია რა არის? სხვათა შორის, ესე იგი ბელარუსი და რუსეთში, რასაც იყენებენ ახლა შენ რა სისტემაც მოყევი, ეგ არის სუფთა რუსული და ბელარუსული ვარიანტი რა რომ რაც მეც გალახავ და რაც მე შეაშინებ მე გაეკიდე ხალხი ცხوارია და გაიქცევა რა და რაც მეც დალეწავ და ამ დალეწილ სახეს აჩვენებ უფრო შეეშინება და აღარ გამოვა რა ეს მუშაობს რუსეთში მუშაობს ბელორუსში მოდი თქვათ რომ რაღაც დროს რაღაცა ეტაპებზე რაღაცა დონით მუშაობს ხოლმე ჩვენთანაც მაგრამ ამასობაში ეს გაბრაზი იმატებს ხალხში
და მე კიდე ამოხეთქავს, ანუ ეს იქ რო თუ ერთხელ დააჩმორა მაგალითად გალახა და მეორჯერ აღარავინ არ გამოვიდა, აქ ერთხელ გალახა, ორჯერ გალახა, მაინც იღებს ამ წინააღმდეგობას რა. ხო და ამიტომ რაღაცა იგივე ნოემბრიდან აი დეკემბრის შუა რიცხვებამდე ანუ 1 ორ გაიზარდა მოსახლეობის პროტესტი და აგრესია, ანუ რაცაც მესცემდნენ, უფრო მეტი ხალხი გამოვიდა. ხო, მაგას ვამბობ, ანუ მან ეს სისტემა, რომელიც არის აწყობილი, ხო, წარმოუდგენელია რუსი FSB-შნიკები და ისიც თქვი წეღან რომ აგენტებიო და არცეთი ხო, არცეთი არ დაუჭერიათ 200 მილიონიდან 270, 300 მილიონამდეა ლამის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბიუჯეტი და რა ვიცი, რამდენი მილიარდი აქვს დახარჯული ამ 13 წელიწადში. 12-13 წელიწადში და ხო ერთი კაცი არ არის დაკავებული, ერთი წამლად რო გინდოდეს, ერთი კაცი არ არის დაკავებული. მესმის ეხა მე მესმის რატო ეხა რუსეთის აგენტები თავად ვერ დაიჭერენ ხო თავის მეგობარს, ან ეხა ფარცხალაძე პროკურორი იყო და რუსეთის აგენტია, ხო ეხა რავი, ხო არ დაიჭერდნენ მაგას და პირიქით პროკურორად ყავდათ. ანუ ამაზე რა ინფორმაცია გაქვს შიგნით, ანუ რა როგორ ხდება ეს კომუნიკაცია? მე როცა მუშაობდი, მე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეხება საერთოდ ანუ მქონდა სამსახურებრივი გადაკვეთა და ესე ამ მქონია. და ბუნებრივია მე არ ჩინაგა საქმეთა სამინისტროში არ მინახავს მე უცხო ქვეყნის არც ერთ წარმომადგენელი. ანუ რომც მენახა ალბათ ისინი აგენტები არ იქნებოდნენ წარმოუდგენელია უბრალოდ იმ პერიოდში ხო ანუ ჩემთვის ინდიკატორი და მზომი ის იყო რომ ეს ადამიანები არ ატარებდნენ სახელმწიფოებრივ მოქმედებას და ანუ მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დეპარტამენტის უფროსი თუ მინისტრი რომელიც არასახელმწიფოებრივად მოქმედებს და რუსების ინტერესებს ემსახურება რა თუნდა ეხლა იმას კაბინეტში რუსის აგენტი ჭდომა, მაგრამ აი ბოლო პერიოდში ხო, ანუ დეკემბრის მერე, ანუ იანვარ-თებერვალში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ქაუთარაძეს, სადაც არის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი, აი იქ აყავთ ნანახი ეს რუსის სპეცსამსახურის წარმომადგენლები. ანუ სპეციალური ოთახი იყო შექმნილი, სადაც ეს ადამიანები იყვნენ, ანუ არ ვიცი ეს ადამიანები კონკრეტულად რა დავალებას ასრულებდნენ, ან რას აკეთებდნენ და რა იყო მათი ამოცანა, მაგრამ ესე უკვე ღიათ იქ მათი გამოჩენა, ხო? რავი, უკვე საგანგაშოც აღარ არის. ეს არის უკვე ყველაფერს ფარდა აეხადა. ესენი მოქმედებენ ამათი მხარდაჭერით. იმიტომ რომ თვითონ ბაჩიაშვილის кейსიც, ხო, ანუ დამოუკიდებლად ამათი გადაწყვეტილებით, ანუ ამათი მოქმედებებით, ამათი დაგეგმილი არ არის, აქ დაეხმარა რუსეთის სპეცსამსახურები და ის, ანუ ძალიან დიდი რესურსი აქვს და რუსებს ძალიან დიდი გავლენა აქვს, ხო? საემიროებში იცით თქვენ რა. და ესენ უკვე ღიათ იძახიან, ანუ ღიათ აფიქსირებენ, რომ ანუ კონსტიტუციიდან ამოიღონ ჩანაწერი, რომ ნატოს წევრი გავხდეთ და ევროკავშირის წევრი გავხდეთ, ღიათ იძახიან, რომ საერთოდ არ გვინდა ევროკავშირთან ასოცირება, ღიათ იძახიან უკვე, რომ ჩვენ რუსეთთან უფრო გვიჩვენია ურთიერთობის დალაგება, ვიდრე დასავლეთთან და ამას პროპაგანდი და ბინძური რაღაცეები და ომის პარტიი და deep state და მსგავსი რაღაცეებით როდესაც აი რეგიონში აი მაგალითად ჩემთვის აი ყველაზე საინტერესო საუბარი იქნება და სიამოვნებით გავშლიდი რეგიონში უსაფრთხოების არქიტექტურა როგორ ლაგდება. ანუ აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთის პროცესები როგორც მიმდინარეობს და ამ დროს საქართველოში არიან დაკავებულები ოპოზიციის დევნით. ამ დროს საქართველოში დაკავებულები არიან რაღაცა აი დაბიოს აქციელებით. და თუ ეს შენი როლი საქართველოს რაც აქვს ხო შუადერეფნის გამოყენებით არ შეასრულა და ვის ირჩევენ ანუ წაგებული სახელმწიფოს ანუ რუსეთი რაც არ უნდა მოხდეს სულ რომ უკრაინამ კაპიტულაცია გამოაცხადოს რუსეთი ამ ომში წაგებულია უკვე რუსეთი აღარ არის სოფლიოში მეორე არმია და აი აგერ კაცო აზერბაიჯანმა ამდენი აგენტი დაუჭირა რუსული უნდა ამოიღოთ იქით სომხეთი მან და არის ახლა სომხეთი აზერბაიჯანი ნახიჩევანის გზაზე საუბრობენ თურქეთის ქოლგის ქვეშ ფაქტობრივად შუადერეფნის ალტერნატივა კეთდება მთლიანი ალტერნატივა ვერ იქნება მაგრამ საქართველოს ალტერნატივა იქნება აქვს უნიკალური შანსი ახლა 3+1 ფორმატი გამოიყენოს და დაუშვათ შეასრულოს ლოკომოტივის როლი და ამათან ესაუბრები დაალაგოს როგორც სასომხეთთან მიმართებაში ისევე საქართველოს სტრატეგიულად გაზრდის არეალის მიმართულებით ევროკავშირის კუნძული ვიჩითებით თუ ნორმალური ქვეყანა რო ეროვნული ხელისუფლება რო იყოს მეტი არაფერი არ გვინდა ეროვნული ხელისუფლება თქვენ თუ გააქვთ ეს ინფორმაცია რუსებმა და რუსებს აქვთ ნათქვამი რომ გიუმრის ბაზა უნდა გააძლიერონ ხო ანუ გიუმრის გზელვადიან პერსპექტივაში საფრთხეს მე რაში ვხედავ თუ გიუმრის ბაზაზე რუსებმა მართლა თქვენს რომ უნდა გააძლიერონ სახმელეთო დერეფანი იქნება გამოყენებული საქართველოს გავლით ანუ შესაბამისად ანუ ამ ხელისუფლების გადაწყვეტილებები ანუ არ არის ამ ხელისუფლების თავში მოხარშული გადაწყვეტილებები იმიტომ ვიძახი ამას ესენი არის მოსკოვიდან მიღებული დავალებები ესენი არის მოსკოვს რაც აწყობს
აწყობს ის რომ გავლენებს რო კარგავს რეგიონში და არა მარტო კავკასიის რეგიონში, შუა აზიის რეგიონში კარგავს. სირიაში დაკარგა გავლენები, ლიბიაში დაკარგა, ირანში კარგავს. ხო, ანუ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი რო ჩავიდა მოსკოვში, მხოლოდ აღშფოთება გამოიწვიეს, ხო? აი გუშინაც ეხლა იმას რომ მოусმინოთ ელჩის განცხადებას, ანუ დაემუქრაო, რა ვიცი ეხლა. მე მგონი ივანიშვილი უნდა დაფიქრდეს, იმიტომ რომ ტრამპს ვინც დაემუქრა, აიატოლა ხომეინი კი ვნახეთ რაც მოუვიდა და ანუ ესენი ძალიან საშიშ თამაშს თამაშობენ, ხდები? ანუ ამითი თვითონ ესენი ჩაიძირებიან, მაგრამ ქვეყანასაც დაღუპავენ, ხდები? ანუ ჩემი როგორც ერთი მოქალაქის ტკივილი და ინტერესი, იცით რა არის, რომ ის კი არა რომ დაუშვათ ივანიშვილის რეჟიმი წავიდეს პირობითად, ან ესენი აღარ იყვნენ ხელისუფლებაში. ანუ რაც უფრო მეტი დრო გადის და რაც უფრო მეტად ესენი საქმეს აფუჭებენ, ჩვენი შვილების თაობას ეს უფრო მეტი დრო დასჭირდება ამის გამოსასწორებლად. სწორი ხარ აბსოლუტურად. 2012 წელს რო ჩაიბარეს ამათმა ხელისუფლება, დღეს რო გადაიბაროს ოპოზიცია, ის იქნება რომ დაახლოებით 2002-2003 წლებში რო ჩაიბარა ნაციონალურმა მოძრაობამ პერიოდი დაახლოებით იგივე ეტაპზე იქნება საქართველოს თუ უფრო უარესი არა. საგარეო მიმართულებით უარესი კი არა, კატასტროფაა. ეხლა რა დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიაში ესეთი ხელისუფლება, რომელსაც არ ელაპარაკება ცივილიზებული სამყარო, არ ყოფილა. შევარდაძე პოლიტიკოსი იყო, გასულა ხელსაც არ მივდნენ და ელაპარაკებოდნენ. ამათ ნაციონალური მოძრაობის ჭყალებში რაც არ მოსწოდათ, ამათ გამართული ინსტიტუციები დახვდათ. ანუ მილიციის ნაცვლად, პოლიცია დახვდათ, ჩუსტებიანი ჯარის ნაცვლად, ძალიან მაგარი თავდაცვის სისტემა და არმია დახვდათ. იუსტიციის სახლი დახვდათ, ეროვნული ბანკი დახვდათ, ბანკები დახვდათ. ხდებით რისი თქმა უნდა, ეს უნდა გაუმჯობესებულიყო. ამათმა კი არ გაუმჯობესეს, ყველაფერი მოსწეს, ანუ პოლიცია, მილიცია აქციეს, გაიშნიკებათ აქციეს. ამერიკელებთან სტრატეგიული პარტნიორობა გაგვიუქმეს, სტრატეგიული პარტნიორობა გააუქმა ამერიკა. მეგეთი რამე ხა წარმოიდგინე. სამინისტროში მე ყოდა ანუ რა არის იცი, ანუ 18 წელები 16 წელი ვიყავი თავდაცვის სამინისტროში და გული მწყდება რომ ანუ თავდაცვის სამინისტროს დღეს რასაც უყურებ, ხდები, ანუ არ დარჩენილი არიან ბახ-ბახ წრთუნებზე გადასული, ანუ ბოლოს მასშტაბური სწავლება და წრთუნები როდის ჩაატარათ, ანუ როდის იყოს, ანუ მარტო სიმულაციური სწავლება დიდგორის ჩატარება, ეს შედეგიანი არ იქნება, იმიტომ რომ იქ არის აუცილებელი საველე სწავლებები. აი მაგალითად ორფოლო 2006 როდესაც ჩატარდა, იმის მერე ძალიან ბევრჯერ იყო მსგავსი დონის სწავლებები. ანუ თავდაცვის უნარიანობის შესაძლებლობა და კარგად გვესმის, ხო ჩვენ, ანუ სახელმწიფო სიძლიერე პირდაპირ მიბმულია მის უსაფრთხოების სიძლიერეზე, ხო, ანუ რამდენად ძლიერი და მოწესრიგებული არმია ყავს, რამდენად ძლიერი უსაფრთხოების ქოლგა აქვს და ამით არის, ხო, მე ეკონომიკურად უსაფრთხო, ინვესტიციების მხრივ უსაფრთხო და ასე შემდეგ. ანუ სასამართლო სისტემა როგორ არის, ანუ არაფერი აღარ არის დღეს, ხდები და ანუ რაც უფრო მეტად დრო გადის, ამის საწყის წერტილზე დაბრუნებას წლები დასჭირდება. თუნდაც ამერიკელებთან სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენა, თქვენ როგორ გონიათ, ესე მარტივია? გაურეკავ ტრამპს და ხელს მოაწერ. თუნდაც ბრიტანელებთან უმაგრესი პროგრამა გააჩერეს კიბერუსაფრთხოების, სადაც უამრავი და მილიონობით გირვანკა სტერლინგი იყო გამოყოფილი. დასავლეთში ფრანგებთან ძალიან მაგარი სწავლებები გააჩერეს. დღეს რომ მიხვიდე შენ და ფრანგებს დაელაპარაკო, რომ ჩაგვიტარეს სწავლება, შეიძლება იმას გითხრას, რომ მე 2026 წლამდე ისე მაქვს განრიგი გაწერილი, რომ ვერსად ვერ ჩაქვსავ. ხო, სამაგიეროდ სომხები გახდნენ სტრატეგიული პარტნიორები, ევროკავშირს ხელი ჩამოართვეს, საფრანგეთი და ბრიტანეთთან დამეგობრდნენ. მოქალაქეებს ეს არის საქართველოს მოქალაქეებს ეს არის მის, რომ ესე მარტივი არ არის იმ საწყის წერტილზე დაბრუნება, რომ ჩვენ ესენი გავაუმჯო, რაც უფრო დრო გადის, მით უფრო მეტი დრო დასჭირდება. რაღაცა საწყის წერტილზე დაბრუნებას არათუ რამის გაუმჯობესებას და მე იმას კიდევ 10 წლეულები დასჭირდება, რომ ჩვენ მივიდეთ იმ ეტაპამდე, ხდებით? ანუ ძალიან ბევრს კარგავთ, ანუ დღეს ყოველი დღე ჩემთვის მაგალითად არის დღევანდელი ერთი დღე არის მომავალში ერთი წელი დაკარგული გაუშვათ რა. 100 დღე და ეს შეიძლება იყოს. ირაკლი ბოლოს როცა ვიცი რომ გეჩქარება 42 წუთია. ხო, გავიდა და მე გაგიშვებ ეხლავე. ერთი და ბავშვი ყავს სკოლაში. კი და აი ეხლავე გაგიშვებ ერთი რამე მითხარი მომეცი იმედი, იმიტომ რომ აქ ბრძოლისუნარიანი ხალხია, ქართველები არავინ ხელების ჩამოშვებას არ აპირებს, წელს ვეპირებთ ამ რეჟიმის დამხობას. ვიღაცებს არ მოსწონს ეს სიტყვათა წყობა, ცოტას ნერვიულობენ, ამიტომ ჩავამატებ შვიდობიანი დამხობა. რაღაცა უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში, ესე ვერ გაგრძელდება და მომეცი იმედი, რომ მაინც არიან სისტემაში კეთილსინდისიერი ადამიანები,
რომლებიც ხარებასგან განსხვავებით რაღაც კონკრეტულ დროს შესაძლოა ამ ადამიანებთან საერთო ენა გამონახოს ქართველმა ხალხმა. არ მინდა მართლა მე წეღა რატო კითხე იცი რომ აი ამას რო ყვებიან მართლა მგონია რომ ბიჭო ერთი კაცი რომ შიშის მიუხედავად ერთმა კაცმა როგორ არ თქო ბიჭო რავი არც ისე კარგი საქმე არ არის რა ეს ემატყება. მესმის რომ ვიღაცას ეშინია ვიღაცას ესე მაგრამ მითხარი მაინც რომ არის იმედი იმის რომ საჯარო სამსახურში ჯერ კიდე არიან კეთილსინდისიერი ხალხი. და მე გაგიშვი. მე შემიძლია დაგიდასტურო რომ როგორც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში, ოღონდ ეს ხალხი ქვედარგოლში არის. ეს არ არიან წამყვანი თანამდებობის პირები, ისე საპატრულო პოლიციაში და ისე კრიმინალური პოლიციის რიგებში ძალიან ბევრი ღირსეული პოლიციელი არის. ანუ ეს იმას არ ნიშნავს ლევანო დღეს ის ადამიანები ხმას არ ამბობენ, არ გამოდიან ვერაფიქსირებენ, რომ ყველა ეთანხმება იმას, რასაც დღეს დაუშვათ შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს. მერწმუნეთ, ძალიან ბევრი ღირსეული, შეგნებული, განათლებული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი არის. არსებობს მე მესმის საზოგადოების მხრიდან აი ეს ასე ვთქვათ ბრაზი, რომ რატო არ მოდიან და ვერ მოდიან. და ამას აქვს თავისი მიზეზი. არ შეიძლება ამ ადამიანებს ყველა ერთ ასე ვთქვათ ქვაბში მოიხარშოს. არ შეიძლება ამაზე ასე ვთქვათ ზიზღით, აგრესიით, გინებით, ასე ვთქვათ, წარმოუდგენელია. ყველა ესეთი არ არის. არიან და მე მჯერა რომ რაღაცა დრო რო იქნება და ეს დრო დადგება. ეს ადამიანები აუცილებლად დადგებიან იმ ხარეს, სადაც საქართველოს მომავალი არის, სადაც საქართველოს გადარჩენა და სადაც საქართველოს უკეთესი ხვალინდელი დღე არის. იმიტომ რომ ვიღაც აუბრობდა, აღარ მახსოვს, ივანიშვილი და დინასტიურად ხო არ უნდა გაგრძელდეს. არ იქნება ივანიშვილი მუდმივად, მართლა უკვდავი ვერ შეიძლება მაგას ჯერა უკვდავების, მაგრამ ვერ იქნება, ხდები და შთამომავლობით ვერ გადასცემს ის ძალაუფლებას, იმიტომ რომ მონარქიული სახელმწიფო არა ვარ და საპარლამენტო რესპუბლიკა ვარ. ნახევრად უნიტარული მოწყობით, ხო? მაგათ არ ესმით, მაგრამ ჯერა რომ ამ ადამიანებს უბრალოდ რაღაცა მომენტი არის საჭირო. ეროვნული ერთობა არის საჭირო და ეს ეროვნული ერთობა რო შეიქმნება, საჯარო მოხელები აუცილებლად დადგებიან თავიანთი, იმიტომ რომ საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის? მე ის რატომ აქვს ამისი იმედი? საქართველოს არის ვიწრო სოციალური კავშირების ქვეყანა. ჩვენ რო აი დღეს მე და შენ ერთმანეთთვის უცხო ადამიანები ვართ, განსხვავებული შეხედულებებით და მოსაზრებებით და შეიძლება შენ გეზიზღებოდე კიდევაც. არა მაგაცო, არა რაღაცა საერთო ენას ვნახულობთ, ხო? იმიტომ რომ რაღაცა საერთო გვაკავშირებს და რაღაცა საერთო მიზანი გვაქვს. მაგრამ რო დავსხდეთ მე და შენ და ვისაუბროთ, შეიძლება ძალიან ბევრი საერთო ახლობელი გამოვნახოთ. იმდენად საერთო ახლობელი, რომ მისი გათვალისწინებით ერთმანეთზე რაღაცები დავთმოთ. საქართველოს ძალიან პატარა. ეს არ არის შეერთებული შტატები. აი აქ მაგალითად ეხლა ხო სიტყვაზე ვაშინგტონიდან წარმოდგენა არ აქვს სიტყვაზე ბოსტონში ვინ არის. მაგრამ საქართველოში ხო, თბილისიდან ძალიან დიდი კავშირები აქვს სამეგრელოსთან, სამცხე-ჯავახეთთან და მე ჩემგან მინდა იცოდე კაცო, პირიქით მადლობა იმისთვის რაც გააკეთე. არ არის ეს პატარა ამბავი ამ ნაბიჯის გადადგმა, რა ზიზღი კაცო, ზიზღით მირზა კერძევაძე არ მეზიზღება კაცო და ის მე თობს თუ იარაღს ერთს მე დაუმატებ კიდე და ვაჩუქებ, არ არის პრობლემა კაცო. იმიტომ რომ მე ნახე გამოჯავრთელდი, თვალითაც ვიყურები, კვილებიც მაქვს რაღაცა და მაგას ეგ საწყალი ნამუსახტილია მაღაზიაში რო ჩადის უკან იყურება რომ ვინმე არ იყოს. მიხვდი? ეგ ისედაც გაუბედურებულია უკვე რა. ამიტომ არი ფიქრო კაცო, ეგ რა ვიცი, ჩემთან მე არ მაქვს. ყველა გონიერი ადამიანი ხვდება იმ დროს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება, ჩემი აზრით იყო სახელმწიფოებრივად უსწორესი გადაწყვეტილება და მეტიც კაცო, ყველა ადამიანი ვინც გავს გადაწყვეტილებას რაღაც დროს თავისი ადამიანობიდან გამომდინარე ღებულობს, არის ძალიან დასაფასებელი და მისასალმებელი. ამიტომ მე ესე დამოკიდებულება მაქვს და მართლა გამიხარდა რომ გაგიცანი და მადლობა. ბავშვი არ დაგჭეს სკოლაში, შემდეგში კიდე გავისაუბროთ, არ მეყო სიმართლე გითხრათ რომ ბევრს ვისაუბრებდით, მაგრამ შემდეგში იმედი მაქვს რომ კიდე დამთანხმდები როცა დრო გექნება. მადლობა ძალიან დიდი. კი ინტერესი იქნება, თემები ძალიან ბევრი არის და შეგვიძლია, ჩემთვის თავარი არის რომ სმენელს რაც ყველაზე მეტად აინტერესებს, დამახინჯებულად არ იცოდეს ეს ინფორმაცია და სწორად იცოდეს ეს ინფორმაცია. ვიცი, ალბათ ეს არის ამ ასე ვთქვათ გადაცემების არსი და მნიშვნელობაც ეს არის, რომ სმენელმა სწორად გაიგოს და რეალურად გაიგოს ეს პროცესები. წარმატებები ბედნიერად და აუცილებლად გვექნება კომუნიკაცია. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. მადლობა. მოკლედ რა ირაკლი რაზეც საუბრობს, რომ იქ რაღაცა ესე იგი
საოკუპაციო ხაზი ასე შემდეგ. სხვათა შორის ბიძინა ივანიშვილს აქ ეგეთი წარმოდგენა რა და გაუშვა ხო ეს პროპაგანდა ქართველებში რომ ჩვენ პატარა ერი ვართ, ჩვენ ცოტანი ვართ, ჩვენ ვერავისო და ამბობ ნენელა ჩვენ ემიგრაციაში წავიდა ხალხი დავრჩით 2 მილიონი, 3 მილიონი და არა ვარ ჩვენ და რეალობაში საქართველოს მოქალაქეები რომლებიც 90-იანი წლებიდან მოყოლებული გარბიან თავქუდმოგლეჯილი ამ ქვეყნიდან განსაკუთრებით ივანიშვილმა ფაქტობრივად განდევნა ნახევარი საქართველო. სადაც არ უნდა წახვიდეთ, აი ემიგრანტებს მინდა მიმართო. იმაში რა ქვია, რომში ქალაქ ოსტიაში ვიყავი, გავიარეთ 15 წუთი და ხაშურელი ახალგაზრდა კაცი ვნახე, რომელიც იქ პიცის საცხოში მუშაობდა. აი ოსტიაში 15 წუთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელ ქალაქში უნდა გაიაროთ, ვაშინგტონში, ნიუ-იორკში ქართველი არ შევხვდეთ. რომელ ევროპულ ქალაქში წახვდეთ, ქარდა ვინმეს გონია რომ მართლა 2 მილიონი ვართ. რეალურად ქართველები მინიმუმ ვართ 7 მილიონი, მინიმუმ. უბრალოდ განდევნილი ვართ ამ ქვეყნიდან. ზოგი საცხოვრობს, ზოგმა მოქალაქეობა შეიცვალა, ზოგი თაობები გადავიდნენ აქედან. რეალურად საქართველოს არც ისე პატარა არ არის. როგორც უნდა ბიძინა ივანიშვილი წარმოაჩინოს, ჩვენ არაფერი არა ვართ. შევხედოთ ისრაელს ერის სახელმწიფო ირგვლივ ძალიან ბევრი მტრულად განწყობილი მასზე 10-ჯერ უფრო დიდი ქვეყნები თავსაც იცავენ, საჭიროა იქით უტევენ, ძალიან მყარათაც დგანან, პატივსაცემიერია, ანგარის გასაწევიერია, არავის თავს არ უხლიან და რა საქართველოს ისტორია მართლა ჩმორობაზე დგას, რასაც ბიძინა ივანიშვილი გვეუბნება? საქართველოს ისტორია არ ყვება იმის შესახებ, რომ ჩვენ ქართველები ვართ ჩმორები, პირიქით. ჩვენ ვართ ვაშკაციერი, ჩვენ ვართ ერი, რომელიც ესე იგი 10 ერთზე ვიბრძოდით დიდგორის ბრძოლაში და ბიძინა ივანიშვილმა ესე იგი დაგვაკნინა, აბა ეხა ჩვენ ვის გაუწევთ წინააღმდეგო, აბა ორი კაცი ვართ, არაფერი ორი კაცი არა ვართ. საქართველო არის ძალიან დიდი, საქართველო არის ყველგან ჩვენ ვართ მართლა ხალხო, არა ვართ 2 და 3 მილიონი. ეს აქ დაგტოვა ბიძინა ივანიშვილმა, გაყარა აქედან ქართველები. თორე მინიმუმ საქართველოს მოქალაქე არის 7 მილიონი. და ეს კახეთის რეგიონზე ორჯერ დიდია ისრაელი. საქართველოზე ალბათ რა ვიცი, 4-ჯერ პატარა. და კიდევ ამბობ ასეთ გარემოში, ასეთ მტრულ გარემოში არათუ თავს ინარჩუნებს, არამედ ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში თავდაცვის უნარიანობი და მეტი კიდე. ამიტომ ჩვენ ვართ სახელმწიფო, ჩვენ ვართ ერი, შეგვიძლია ბრძოლად, შეგვიძლია თავის დაცვაც და შეგვიძლია თავაწეულებმა ვიაროთ. არ შეიძლება სიჩმორე გახდეს ქართველი კაცის ესა რა ქვია, სავიზიტო ბარათი. რაც ბიძინა ივანიშვილს უნდა და სხვათა შორის ირაკლის საუბრიდან კიდე ერთხელ მინდა აღვნიშნო, საქართველოს ყავს ეგრეთ წოდებული პრემიერი, რომელიც საოკუპაციო ხაზზე ნამყოფი არ არის. ან მითხარით, ეხა არაფორმალური მართველია თუ მაფიოზია თუ ვინც არის ბიძინა ივანიშვილი, თუ გინახავთ საოკუპაციო ხაზზე. როდის იყო ბიძინა ივანიშვილი საოკუპაციო ხაზზე? ხალხო აბსოლუტურად ანტიეროვნული, ანტიქართული, ანტიქრისტიანული, საერთოდ აბსოლუტურად გაუგებარი ხალხია დღეს ხელისუფლებაში. და შესაბამისად მე მინდა პოზიტიურ ნოტაზე დავამთავრო ჩვენ ძალიან ბევრის გაკეთება შეგვიძლია და თავარი რაც უნდა გავაკეთოთ, რომ აი ეს რაღაცა სოფლის ბოლო რა, არაფერს არ ვერჩი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი ამბობს, ჩვენ ვართ ორღობი, არა ვართ ორღობე, ვართ ერი, ვართ სახელმწიფო და ამიტომ პირველ რიგში არის ბიძინა ივანიშვილის დამხობაზე ზრუნვა და მას შემდეგ უკვე საქართველოს უნდა კონდეს პრეტენზია იმაზე კი არა, ეხლა ბოდიში და სადღაც აი მაგიცა ბიძინას ენაზე უნდა თქვენ, ცუილივით გავიპაროთ რა, აი ესე ბიძინა უყურებს, ეხლა ცუანა ხალხი ვართ ქართველები და ძალიანაც გეშლება ბატონო ბიძინი და ეს რუსული პროპაგანდა რუსებმა უნდა შემოგვასაღონოთ, ცოტანი ვართ, ბანძები ვართ, ჩმორები ვართ, საერთოდ არ ვფიქრობ ეგრე და დარწმუნებული ვარ საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი ფიქრობს ასე, რომ ძალიან მაგარი ერი ვართ, ძალიან მაგარი ისტორია გვაქვს და არც არავისზე თავის დახრას არ ვაპირებ. შვიდად წყნარად გვინდა ჩვენი ქვეყანა ავაშენოთ, ეკონომიკური დოვლად და ხალხი არ გარბოდეს აქედან. კიდევ ერთხელ მადლობა ირაკლის სტუმრობისთვის. არ დავაგვიანოთ სადაც მიდის. ხაბეს პოდკასტი აბრეშუმის გზა გამოიწერეთ ჩვენი არხი, ძალიან მნიშვნელოვანია.